დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ღვთისმეტყველების ერთ-ერთ უმთავრეს დოგმაზე, ღვთის განკაცების დოგმაზე. ღვთის განკაცების დოგმატი მიეკუთვნება ქრისტეოლოგიის დოგმატს და აქ არის საუბარი ამ დოგმატში იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ორი ბუნების, საღვთო ბუნებისა და ადამიანური ბუნების შეერთება ერთმანეთში შეურევნელად. პირველი კითხვა უნდა დავსვათ ესეთი, თუ რას ნიშნავს და რა მოხდა განკაცების დოგმატში. მეორე კითხვა დავსვათ უნდა ესეთი, თუ რატო მოხდა ეს განკაცება ღვთის განსაზღვრულ დროში, იმიტომ რომ ბუნებრივად შეიძლება დავსვათ ესეთი კითხვა, რომ რატო არ განკაცდა ღმერთი უფრო ადრე, ან რატო არ განკაცდა ღმერთი უფრო გვიან და რატო განკაცდა განსაზღვრულ დროში. და მესამე კითხვა უნდა დავსვათ, თუ როგორ მოხდა ეს განკაცება და რა არის ამ განკაცების შედეგი. ქრისტე მაცხოვარი ამბობს ესეთ სიტყვებს სახარებაში: მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე. ჩვენ ვხედავთ აქ ორ რამეს, რომ პირველი ამბობს ქრისტე, რომ მე ვარ გზა, ეს არის ამით გვეუბნება, რომ მე ვარ მოძღვარი, მე ვარ მასწავლებელი, ანუ მე ვარ ის, ვინც გიჩვენებთ გზას. და მეორე როცა ამბობს, რომ მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე, ამით გვეუბნება იმას, რომ ის გზა და ის სწავლება, რომელიც სწავლებისკენაც და რომელი გზისკენაც მოგვიწოდებს მაცხოვარი, ეს არის თავად თვითონ. იმიტომ რომ ამბობს, რომ მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ სიცოცხლე. პირველი კითხვა, როგორც ვთქვით, რო დავსვათ, რას ნიშნავს განკაცება და რა მოხდა ამ დროს, ამის შესახებ საუბრობენ წმინდა მამები და ამბობენ, რომ ეს არის ის საიდუმლო, რომელ საიდუმლოსაც ადამიანური გონება ვერ მიწვდება და ვერ ამოხსნის ამ საიდუმლოს. ჩვენ ვიცით, რომ ძველ აღთქმაში ღმერთი ეცხადებოდა ადამიანებს, აძლევდა რჯულს, აძლევდა წესებს, კანონებს და აქ ჩანს ერთი რამე, რომ ღმერთი ადამიანს მართავდა გარედან. ანუ ღმერთი არის გარეთ და ადამიანს აძლევს წესებს, კანონებს, რჯულს იმისათვის, რომ ადამიანმა იცხოვროს სწორად და ადამიანმა გაიაროს ის გზა, რასაც ქვია განწმენდის გზა, რომ მიახლოს ღმერთს. მაგრამ განკაცების საიდუმლო ეს არის ის საიდუმლო, როდესაც უკვე ღმერთი ადამიანს უწესებს არა კანონს, არა რჯულს, არა წესებს, არამედ თავად ღმერთი ხდება ადამიანი და ღმერთის და ადამიანის ერთობა იწყება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ორი ბუნების შეერთებაზე უფრო მეტი ხდება განკაცების დროს, არამედ ხდება ერთობა. ერთობა ერთ პირში, ეს არის ძეღვთისას პირი. აქ ჩვენ ხედავთ განკაცებაში იმასაც, რომ თუ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი და როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი იმისათვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ ცალ-ცალკე, ანუ ცალკე ყოფილიყო ღმერთი არსება და ცალკე ყოფილიყო ადამიანი არსება, არამედ ღმერთი ქმნის ადამიანს იმისათვის, რომ იყოს მათ შორის ერთობა და ადამიანმა ღმერთი დაინახოს არა თავის გარეთ, არამედ თავის თავში. კირილე იერუსალიმელი ამბობს ესეთ სწავლებას, რომ ღმერთი განკაცდა იმისათვის, რომ ადამიანი თუ მოისმენდა სიტყვას, ადამიანი თუ გაიგებდა ღვთის შესახებ სწავლებას, ეს მას შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ ისევ ადამიანისგან. და შედეგად ამისა ღმერთი განკაცდა, ის გახდა ადამიანი და ადამიანებს გამოუცხადა ადამიანის პირი თავისი ჭეშმარიტება. ღვთის განკაცებას ასევე წმინდა მამები უწოდებენ ძის კენოზის. ძის კენოზისი ნიშნავს ძის დამდაბლება, ანუ ის დაბლდება ჩვენამდე მოდის, ის იმოსავს ადამიანურ ბუნებას და ამ ადამიანური ბუნების შემოსვით ის განახლავს ადამიანურ ბუნებას. განკაცების დროს ხდება კიდევ ერთი ძალიან დიდი საიდუმლო, რაზეც ამბობენ წმინდა მამები, რომ ეს არის დრო, როცა იწყება უკვე ღვთისმეტყველება. ანუ განკაცებით ჩვენ იესო ქრისტესგან ვგებულობთ სამების შესახებ სწავლებას, ჩვენ ვგებულობთ, რომ არსებობს სამი პირი, ამ სამ პირსა აქვს ერთი ბუნება, ამ სამი პირის თვისებები არის სხვადასხვა, მამის თვისება არის უშობელობა, ძის თვისება არის შობა, სულიწმინდის თვისება არის გამომავლობა და როგორც წმინდა მამა დიდი ერთ-ერთი ირინეოს ლიონელი ამბობს, ეს არის დასაწყისი ღვთისმეტყველების.
ირინეოს ლიონელს ეკუთვნის ერთ-ერთი მთავარი დიდი სიტყვა, ამბობს ესეთ რამეს, რომ ღმერთი გახდა კაცი იმისათვის, რომ კაცი გაეხადა ღმერთი. ეს სიტყვა და ესეთი გამოთქმა შემდეგ საღვთისმეტყველო კვიდრდება როგორც ტერმინი და თითქმის ყოველი საუკუნის მამა იმეორებდა ამ სიტყვას, იმიტომ რომ ეს არის ის რაღაც თუ შეიძლება ესე ითქვას ზუსტი ფორმულა თუ რატომ განკაცდა ღმერთი. თეოდორიტე კვირელი ამბობს, რომ ღმერთკაცზე იესო ქრისტეზე ამბობს, ის არის შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის. რას ნიშნავს ეს შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის? იესო ქრისტეში ჩვენ ვხედავთ ორ ბუნებას, ერთი არის ღვთის ბუნება და მეორე არის ადამიანის ბუნება. ამ ორი ბუნების ერთად შეერთება, შეურევნელი შეერთება უკვე ნიშნავს იმას, რომ ღმერთი გვიჩვენებს თუ როგორ ხდება ადამიანის ყოფობა ღმერთში, თუ როგორ იქნება ადამიანი ღმერთში. როდესაც ადამიანი განიღმრთობა, მაშინ ადამიანური ბუნება არ კარგავს არც ერთ თავის თვისებას, არც ერთ თავის გრძნობას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის მდიდრდება ღვთაებრიობით და ის სრულად მიემსგავსება ღმერთს. მაგრამ ის თავის თავში ადამიანი როგორც ადამიანი არსებობს. ამიტომ ეს შუამავლობა ქრისტეს მიერ ეს ნიშნავს პირველი იმის სწავლების მოცემას, რომ თუ როგორი იქნება ადამიანი ღმერთში და მეორე ისიც, რომ იესო ქრისტე არის შუამავალი, ნიშნავს იმას, რომ მან გვიჩვენა გზა, გვიჩვენა მიმართულება იმისკენ, თუ როგორ ვიქნებით ჩვენ ღმერთში. სამი რამე ხდება განკაცების დროს. პირველი ინკურნება ადამიანური ბუნება, მეორე ხდება სიკვდილის დათრგუნვა, ანუ სიკვდილი კვდება, რასაც ჩვენ ვხედავთ ქრისტეში აღდგომის დროს და მესამე ის, რომ ადამიანურ ბუნებას მიენიჭება მარადიულობა. ანუ ის მარადისობაში უკვე ღმერთში რჩება ისევ ისეთი ადამიანი, როგორიც იყო. ამის შესახებ აქ ესეთი საინტერესო სწავლება ამფილოქე იკონელს. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი მოვიდეს უნდა ჩვენამდე, უნდა დამდაბლდეს ჩვენამდე და ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ღმერთამდე და ამის შემდეგ ხდება ადამიანის და ღმერთის ერთობა. განკაცების საიდუმლო ზუსტად განმარტავს გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს და ჩანს ეს, როცა ღმერთი მოდის ჩვენამდე, ანუ ღმერთი მიდის თავისი მადლით, სულიწმინდის გამოცხადებით ღვთისმშობელთან და ღვთისმშობლის ნება, ღვთისმშობლის პიროვნება თავისი რწმენით, თავისი სულიერი სიდიადით მაღდება ღმერთამდე. ანუ როცა მოხდა ღვთის დამდაბლება და როცა მოხდა ღვთისმშობლის ამაღლება ღმერთამდე, როცა მოხდა ის, რომ ღვთისმშობელი ღებულობს ღვთაებრივ ნებას, ღვთაებრივ გამოცხადებას, აი ამ დროს უკვე ამ ქვეყანაზე იბადება ღმერთკაცი. ეს საიდუმლო უკვირთ ანგელოზებსაც, ამბობენ წმინდა მამები, რომ ანგელოზებიც კი გაკვირვებული უყურებდნენ ამ საიდუმლოს, განკაცების საიდუმლოს და რატომ? ანგელოზები ხედავდნენ სამებას, ხედავდნენ სამპირს ერთ არსებას ზეცაში და უგალობდნენ და ადიდებდნენ მას, მაგრამ განკაცებისას ხედავდნენ, რომ ღმერთი ერთ-ერთი პირით ზეღვთისა ხდება ადამიანი, ის მიწაზეა, ის ადამიანში მკვიდრობს და ანგელოზები ხედავენ ესეთ დიდ საოცრებას, რომ ღმერთი სამება ისევ სამებაა, მაგრამ ამასთანავე ღმერთმა შეიმოსა ადამიანური ბუნება და ადამიანი გახადა ღმერთი. გადავიდეთ მეორე კითხვაზე, რომელი კითხვაც არის შემდეგი, თუ რატომ მოხდა ღვთის განკაცება რაღაც მაინც განსაზღვრულ და გარკვეულ დროში. ამის შესახებ აქ სწავლება წმინდა გრიგოლ ნოსელს და ამბობს ესეთ რამეს. როდესაც ექიმი კურნავს ავადმყოფს, კურნავს სნეულებას, ამ დროს ექიმი დააცდის ზოგჯერ ბოლომდე სნეულებას თავისი გამოვლენის საშუალებას. როცა სნეულება ბოლომდე გამოვლინდება, აი ამის შემდეგ უკვე იწყებს ექიმი ამ სნეულების განკურნებას და ეს იმისათვის, რომ ბოლომდე აღმოფხვრას სნეულების ყოველი მიზეზი. აი ასევე ამბობს გრიგოლ ნოსელი, რომ ჯერ კიდევ ნოეს დროს არ იყო სოდომური ცოდვა გამოვლენილი და ამიტომ არ განკაცებულა ღმერთი ნოეს დროს. სოდომის დროს ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი ფარაონის ცოდვა, ჯერ კიდევ არ იყო ფარაონის დროს გამოვლენილი ისრაელთა მეფობა და ნაბუქოდონოსორის ამპარტავნება და ასევე ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი წინასწარმეტყველთა ესეთი მოკვლა, ყრმათა ამოწყვეტა
და როდესაც ბოროტება მიაღწია უკვე თავის მწვერვალს, აი ამ დროს უკვე ღმერთი განკაცდა იმისათვის, რომ ბოლომდე აღმოფხრას ეს ბოროტება და ბოლომდე განკურნოს ადამიანური ბუნება ამ ბოროტებისგან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რეალურად იმასაც, რომ განკურნა მაცხოვარმა ბოროტება, ანუ მან მოკლა სიკვდილი, მაგრამ ამასთანავე ამ ქვეყანაზე რჩება მაინც რაღაც ბოროტების კვალი. ამის შესახებ ამბობს გრიგოლ ნოსელი, რომ როდესაც ადამიანი მოკლავს ქვეწარმავალს და თავს მოკვეთს მას, ამ დროს ქვეწარმავალი მკვდარია, მაგრამ ხედავთ, რომ მისი კუდი ჯერ კიდევ მოძრაობს, მისი კუდი ჯერ კიდევ ცოცხალია. აი ესევე ღმერთმა თავისი განკაცებით მოკლა ეშმაკი, მას ყოველგვარი ძალაუფლება წაართვა, მაგრამ ის რაც დარჩა ეშმაკის მცირედი გამოვლინებები ბოროტებისა, ეს არის იმ ქვეწარმავლის კუდი, რომელსაც თავი მოკვეთილი აქვს, მაგრამ ამ კუდს არანაირი ძალა უკვე არ გააჩნია. ესეც დატოვებულია იმისათვის, რომ ამ მის მეშვეობით გამოიწურთოს კიდევ ადამიანი. აი მესამე კითხვა უკვე იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს განკაცება და რა არის ამ განკაცების შედეგი. როგორ მოხდა ეს განკაცება, ეს ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელია, ვერავინ ჩაწვდება იმ საიდუმლოს, ვერავინ ვერ ამოხსნის იმ საიდუმლოს, თუ როგორ მოდის ძეღთისა, როგორ მკვიდრდება ის ღვთისმშობლის წიაღში, როგორ ღებულობს ღვთისმშობლის წიაღიდან ადამიანურ ბუნებას და როგორ მოევლინება კაცობრიობას ღმერთკაცი. ჩვენ ვიცით, რომ განკაცდა ღვთის სამების მეორე პირი, ძე ღვთისა, არ განკაცებულა არც მამა და არც სულიწმინდა. ამის შესახებ ამბობენ მამები, თუ რატომ განკაცდა მაინც და მაინც ძე და რატო არ განკაცდა მამა, ან რატომ არ განკაცდა სულიწმინდა. იოანე დამასკელი ამბობს, რომ მამის თვისება არის უშობელობა, სულიწმინდის თვისება არის გამომავლობა და ძის თვისება არის შობა. აქედან გამომდინარე, სამივე პირი თავის თვისებას იცავს და ძე, რომელსაც გააჩნია შობის თვისება, ის იბადება ამ ქვეყნად. ათანასე დიდი ამბობს, რომ სიტყვამ შექმნა, ანუ ძეღთისამ შექმნა მთელი ქმნილება და ისევ ძეღთისას უნდა განეკურნა ეს ქმნილება. ძეღთისა არის როგორც მოვლენილი ამ ქვეყნად ექიმი, რომელმაც უნდა გაკურნოს ის დასნეულებული ბუნება, რომელიც მან თავიდან შექმნა წმინდა და მართალი. ორი განსხვავებული ბუნება არის ქრისტეში, როგორც ვამბობთ, ეს არის საღვთო ბუნება, ანუ ღვთაებრივი ბუნება და ადამიანური ბუნება და მას ყავს ერთი პირი. ერთი პირი ეს არის ძეღთისა და როგორც ვხედავთ ჩვენ, არც ერთი ბუნება, არც საღვთო ბუნება და არც ადამიანური ბუნება არ რჩება პირის გარეშე. ანასტასი სინელი ამბობს ესეთ რამეს, რომ საერთოდ თუ არსებობს ბუნება, მას აუცილებლად ყავს პირი და თუ არსებობს პირი, მას აუცილებლად ყავს ბუნებაც. ასევე ვხედავთ ჩვენ, რომ ორი ბუნება არის იესო ქრისტეში, მაგრამ ორივე ბუნებას ვხედავთ, რომ ყავს თავისი პირი. ეს პირი არის ძეღთისა. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ განკაცება ეს არის ნამდვილადი საოცრება, როდესაც განუსაზღვრელი და მიუწვდომელი ღმერთი ჩვენთვის ხდება განსაზღვრული და მისაწვდომი და განსაზღვრული ადამიანი ჩვენთვის ხდება განუსაზღვრელად დიდი, იმიტომ რომ განუსაზღვრელ ღმერთში იწყებს თავის ყოფობას და თავის ცხოვრებას. ბასილი დიდი ამბობს აგრეთვე, რომ ნამდვილად დიდია განკაცების საიდუმლო, ნამდვილად დიდია ღვთაებრივი ეს მოქმედება, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი განკაცდა და მან მიიღო ადამიანური ბუნება, აქ თვითონ ცვლილება არანაირი არ მომხდარა ღმერთში, ანუ ღვთაებრივ ბუნებაში. ღმერთი უცვლელად ისეთივე რჩება, როგორიც იყო, მაგრამ ის ადამიანური ბუნება, რომელიც მას შეიერთა, მას განაღწევს და განამდიდრებს თავისი ღვთაებრიობით. აქ ამბობს ბასილი დიდი, რომ აი ნამდვილად დიდი საოცრებაა ღმერთის ძალა, რომ ის ეხება სხვას, ის იმოსავს ადამიანურ ბუნებას, თვითონ უცვლელია და სხვას კიდევ განაღწევს და განამდიდრებს. რა კავშირია ჩვენსა და ღმერთს შორის? ამის შესახებ ამბობენ მამები, რომ ღვთისმშობლისგან მიღებული ბუნება, რომელიც ღმერთმა ძეღთისა მიიღო, ეს არის ზოგადი ბუნება, ეს არის თითეული ადამიანის ბუნება და მეორე ძეღთისას ბუნება, ეს არის სამების ბუნება. აქ ხდება
ერთობა, კავშირი ამ ორ ბუნებას შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა მთელი კაცობრიობის, ანუ კაცობრიობაში იგულისხმება ადამიანური ბუნების, რომელი ადამიანური ბუნებაც თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია და სამების, იმერთი ბუნების, საღვთო ბუნების შორის კავშირი. როგორ ხდება ორი ბუნება, რომ ერთ პირშია, ამის შესახებ მაგალითად ერთ-ერთი წმინდა მამა მაქსიმე ამხსარებელი ამბობს ესეთ რამეს, ამას საერთოდ იყო ესეთი მწვალებლობები, ერესები, რომლებიც ვერ გებულობდნენ თუ როგორ შეიძლებოდა რომ ორი სხვადასხვა ბუნება ყოფილიყო ერთ პირში. და ამბობს მაქსიმე ამხსარებელი, რომ ჩვენ ხედავთ ადამიანის სხეული არის 4 ბუნებისგან შემდგარი, ეს არის ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ხედავთ, რომ ეს არის ერთი სხეული და ეს არის ერთი პიროვნების სხეული. ასევე გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი არის შემდგარი 2 ბუნებისგან, ეს არის ხორცის ბუნება და ეს არის სულის ბუნება, მაგრამ ხედავთ, რომ ადამიანში შეურევნელად არის ეს 2 ბუნება და ამასთანავე ამ ორ ბუნებას ყავს ერთი პირი. აქედან გამომდინარე ამბობენ წმინდა მამები, რომ ასევე არის იესო ქრისტეში 2 ბუნება, ეს არის ადამიანური ბუნება და საღვთო ბუნება ერთმანეთში შეურევნელად. როგორც რკინა, რომელსაც ცეცხლი უკედია და ეს რკინა ცეცხლით შემოსილი ატარებს იმ ძალას, რომელიც ძალაც თავისთავად ცეცხლის ბუნებას გააჩნია, აი ესევე როცა განკაცდა ღმერთი, მისმა ადამიანურმა ბუნებამ შეიმოსა და ის აღივსო იმ ღვთაებრივი ძალებით, რომელიც ძალების გააჩნია თავად საღვთო ბუნებას. კირილი ალექსანდრიელი ამბობს ესეთ რამეს, რომ ამბობენ ზოგიერთები, რომ თითქოს და განკაცებულ იესო ქრისტეში არ იყო ადამიანური ბუნება ნამდვილად. ამის შესახებ აქვს ესეთი სიტყვა კირილე ალექსანდრიელს, რომ თუ ნამდვილად არ იყო ქრისტეში ადამიანური ბუნება, მაშინ როდესაც ქრისტე იმარჯვებს ეშმაკზე, მე უნდა ვთქვა, რომ აქ არამედ ღმერთმა გაიმარჯვა ეშმაკზე. აქ მე ვხედავ არა ჩემს გამარჯვებას, არამედ ღვთის გამარჯვებას და მე მაშინ უნდა ვთქვა ის, რომ ეს არის არა ჩემი გამარჯვება, არამედ ღვთის გამარჯვება. და მე აქ რა უნდა მიხაროდეს, რა უნდა იყოს ჩემი სიხარული, რა უნდა იყოს ჩემი პირადი ბედნიერება, თუ მე არ ვარ ჯერ კიდევ გამარჯვებული ეშმაკზე. და თვითონ შემდეგ თავის დოგმატურ სიტყვაში ამას კარგად განმარტავს და ამბობს, რომ ქრისტეში ამ ორმა ბუნებამ შეურევნელად ორმა ბუნებამ გაიმარჯვა ეშმაკზე, როგორც ადამიანის იმარჯვებს ეშმაკზე, ამარცხებს ეშმაკს და ამის შემდეგ ეს გამარჯვებული კაცი უკვე თავისი დიდებით, თავისი ამაღლებული თვისებებით მიემართება ზეცისკენ. ეს არის ჩემი სიხარული და ეს არის ჩემი ბედნიერება, ამბობს კირილე ალექსანდრიელი. თვითონ განკაცების დოგმატი ეს ბევრმა კარგად ვერ განმარტა, ბევრმა კარგად ვერ გულისხმაყო ამისი შინაარსი და ამის შედეგად წარმოიშვა ძალიან დიდი ერესები. ეს იყო აპოლინარი, ეს იყო ნესტორი, ეს იყო მონოფიზიტები და სხვები. მაგრამ ამ შემთხვევაში შევეხოთ ესეთ სამთავარ ერეტიკულ გამოვლინებას, სამთავარ მწვალებლობას, რომლებმაც ვერ გაარკვიეს და ზუსტად ვერ გაიგეს საიდუმლო ქრისტეს განკაცების. მაგალითად აპოლინარი ამბობდა ესეთ რამეს, რომ ქრისტეში ადამიანს საერთოდ არ აქვს თავისი გონება, არამედ მისი გონების ადგილი უჭირავს საღვთო გონებას. მაშინ ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ თუ ესეა, მაშინ გამოდის, რომ ესე იგი ადამიანური გონება არ განკურნებულა. ან მაშინ გამოდის ის, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, დავსვავ ესეთ კითხვას, ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც გონება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის სიტყვაში აპოლინარის წინააღმდეგ კარგად განმარტავს და ზუსტად ხსნის ამ დოგმატს, თუ როგორ იყო ქრისტეში ეს ორი ბუნება და როგორ ქონდა ამ ორივე ბუნებას თავისი გონება. ანუ ქრისტეში არის ორი ბუნება, ეს არის ნიშნავს იმას, რომ მასშია ორი გონება, მასშია ორი ნება, მაგრამ ეს ორი გონება, ეს ორი ნება, ორი სხვადასხვა ბუნება არანაირად არ არიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ნესტორი ამბობდა ესეთ რამეს, რომ ქრისტეში ჩვენ ვხედავთ ორ პიროვნებას და ამასთანავე ორ ბუნებას.
მაგრამ ეს არის კიდევ ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მაშინ ნესტორის მიხედვით ჩვენ საერთოდ არ ვხედავთ ქრისტეში ადამიანის და ღვთის ბუნების კავშირს. იმიტომ რომ თუ არის ორი პიროვნება ცალ-ცალკე ერთმანეთისგან და მათ ცალ-ცალკე თავიანთი ბუნებები აქვთ, მაშინ ესე იგი ჯერ კიდევ არ მომხდარა ადამიანური ბუნების შეერთება ღვთიურ ბუნებასთან. და ესეც ამბობდა ნესტორი, რომ ის ღვთისმშობელს უწოდებდა ქრისტეს მშობელს. მესამე მწვალებლობა მონოფიზიტობა, ესეც ამბობდა ესეთ რამეს, რომ შეერთებისთანავე ღვთაებრივი ბუნებაში შთაინთქა ადამიანური ბუნება და უკვე ადამიანური ბუნება ამ მონოფიზიტური სწავლებიდან გამომდინარე არც კი არსებობს ღვთაებრივ ბუნებაში. მაშინ აქ ბუნებრივად სვავდნენ წმინდა მამები კითხვას, რომ სად არის იესო ქრისტეში ადამიანი. ესე იგი მე ვერ ვხედავ ჩემ განხრთობას, მე ვერ ვხედავ ჩემს თავს იესო ქრისტეში. აი რა არის უკვე შედეგი და რა მოხდა ქრისტეში ამ ორი ბუნების შეერთების შედეგად. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ როცა მაცხოვარი დაიბადა იესო ქრისტე ამ ქვეყნად, მაშინ ზეციდან გაისმა ანგელოზთა გალობა და იყო შემდეგი სიტყვები: დიდება მაღალთაში ნაღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ დიდება მაღალთაში ნაღმერთსა, ეს არის კიდევ ახალი დიდება, კიდევ გაკვირვება ანგელოზებისა, იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავდნენ ღვთის დიდებას ჯერ კიდევ ამ დიდ საოცრებაში, მათ არ უხილავთ ღმერთი ადამიანში და დღეს ხედავენ და ეს არის კიდევ ერთი ახალი დიდება. მეორე, ქვეყანასაზე და მშვიდობა, ამის შესახებ ამბობს გრიგოლ ნოსელი, რომ ეს არის უკვე ისევ კურთხევა დაწყეული ქვეყნის, ისევ უკვე თავიდან აღდგენა დაავადებული და დასნეულებული ქვეყნიერების და მესამე კიდევ კაცთა შორის სათნოება. ამაზე ამბობს გრიგოლ ნოსელი, რომ ეს ორივე ხდებოდა მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანში დაბადებულიყო სათნოება და ადამიანი მიმსგავსებოდა ღმერთს. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ როგორც დავინახავთ აი აზვირთებულ დიდ ტალღას, რომელიც კლდეს ეჯახება, დაჯახებისთანავე ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ძალა იქვე მარცხდება და მისი ძალა იქვე უძლურებად იქცევა. აი ასევე განკაცებულ ღმერთთან მივიდა ეშმაკი, შეებრძოლა ის ადამიანს და მასში მან დაინახა ღმერთი და უკვე ღმერთკაცისგან დამარცხებული ეშმაკი მიემსგავსება იმ ტალღას, რომელიც ტალღაც თავისი თითქოს და ძლევამოსილებით ეჯახებოდა კლდეს, მაგრამ მხოლოდ ამ შეჯახებით მოხდა ამ ტალღის დაცემა და კლდე კიდე შეურყეველად დგას. მაქსიმე ამხსარებელიც ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ განკაცებაზე ღმერთი იმდენად გახდა კაცი, რომ ურწმუნო ადამიანებმა მასში ვერ დაინახეს ღმერთი და ღმერთი და ქრისტე იმდენად იყო ღმერთი, რომ მორწმუნე ადამიანებმა მასში დაინახეს ღმერთი. მეორენაირად ზეღვთისას ეწოდება მამის სიტყვა და როცა ვამბობთ, რომ განკაცდა ზეღვთისა, ამასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ განკაცდა მამის სიტყვა, ანუ მოვიდა სიტყვა, განკაცდა სიტყვა და მან შეიმოსა ადამიანური ბუნება. ამით კიდევ და მოხდა ადამიანური ბუნების განხრთობა. ამით ჩვენ ვხედავთ დღეს იმას, რომ თუ ჩვენ თითეული ჩვენთაგანი ადამიანი დღეს მიიღებს უკვე იმ სიტყვას, რომელიც სიტყვაც მოვიდა ამ ქვეყნად, მაშინ მისი განხრთობაც მოხდება თავისთავად. იმიტომ რომ ხედავთ, რომ მიიღოს სიტყვამ ადამიანური ბუნება და ადამიანური ბუნება განიღრთო და ამით ჩვენ გვეძლევა სწავლება, რომ თუ ჩვენ მივიღებთ დღეს ღვთის იმ ჭეშმარიტ სიტყვას, მაშინ მოხდება ჩვენი ადამიანური ბუნების განხრთობა. ბედნიერება ნამდვილად არის განკაცება, დიდი სიხარული ნამდვილად არის განკაცება, იმიტომ რომ ადამიანმა თავისი თავი დაინახა ღმერთში. განკაცების საიდუმლოში ხდება ის დიდი საიდუმლო, რომელიც საიდუმლოც ვერ აღასრულა ადამიანმა. ჩვენ ვხედავთ სამოთხეში წმინდა ადამიანს შექმნილს ღვთისგან, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ის ერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც ადამიანს უნდა გაეკეთებინა. და განკაცებაში ვხედავთ უკვე იმ ერთობას, როდესაც ღმერთი და ადამიანი არის ერთობაში. ამიტომ ჯერ კიდევ სამოთხეში ვხედავთ, რომ ღმერთი და ადამიანი ცალ-ცალკეა, ისინი არ არიან ერთად და ამ დაცემულ სამყაროში ვხედავთ, რომ მოვიდა ღმერთი, განკაცდა და ჩვენი ადამიანური ბუნება უკვე მასთან ერთად კავშირშია.
გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მე ვხედავ ორ კავშირს ღმერთთან მიმართებაში, ეს არის პირველი კავშირი, როდესაც მე ღმერთმა წმინდა შემქმნა, აქ ადამიანს გულისხმობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, როდესაც მე ღმერთმა 64-ში დამადგინა, მაგრამ ეს კავშირი დავკარგე ისევ მე. და მეორე კავშირი ეს არის განკაცება, როდესაც მოდის ღმერთი იმოსავს ადამიანურ ბუნებას და ადამიანი უკვე იხილვება ღმერთში. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ეს მეორე კავშირი უფრო დიდია, ეს მეორე კავშირი ნამდვილად აღემატება იმ პირველს, იმით რომ ღმერთი მე მდაბიოს, ღმერთი მე უკვე რომელმაც მივატოვე ის, მე რომელმაც თქვი მასზე უარი, მოდის ისევ ჩემთან, აკეთებს იმ დიდ სიყვარულს, ავლენს იმ დიდ სიყვარულს, რომელიც სიყვარულითაც მე შემიმოსა და მე ჩემი თავი დავინახე იმ მიუწვდომელ და იმ დიად ღმერთში, რომელიც მარადის არსებობდა და მარადის იარსებებს.